გაზაფხულის დადგომა ბევრისთვის სამწუხაროდ ალერგიულ სურდოსთან ასოცირდება. ალერგია სეზონური პრობლემაა, ამიტომ აუცილებელია იქიდან კონსულტაცია და ანტიჰისტამინური პრეპარატების მიღება. მაგრამ სიმპტომების შემსუბუქებაში ეთერზეთებიც დაგეხმარებათ. განსაკუთრებით თუ უკვე გაქვთ მისი გამოყენების პრაქტიკა კოსმეტიკურად და იცით, რომ არ იწვევს ადგილობრივ გაღიზიანებას. ეთერზეთებით შესაძლებელია შეიმსუბუქოთ ისეთი სიმპტომები, როგორიც არის თვალების ქავილი, სურდო, ცემინება, ხველა და ამ სიმპტომებით გამოწვეული თავის ტკივილი. სეზონური ალერგიების დროს გამოიყენება ეთერზეთები, რომელთაც აქვთ ანთებისაწინააღმდეგო იმუნომასტიმულირებელი და აღმოსახველებელი მოქმედება. მაგრამ დღის და დილის საათებში შესაძლებელია მატონიზირებელი მოქმედების ეთერზეთების და საღამოს საათებში პირიქით დამამშვიდებელი მოქმედების მქონე ეთერზეთების გამოყენება. გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე მარტივი მეთოდი ეთერზეთების ინჰალაცია, ასევე შესაძლებელია არომა აბაზანაც და არომა მასაჟების ჩატარებაც. არომატიკა გთავაზობთ გამოიყენოთ რამოდენიმე ეთერზეთი. ევკალიპტი და ჩაის ხე. ეს ეთერზეთები ეხმარება სურდოს და გაძნელებული სუნთქვის დროს. ხსნიან თავის ტკივილს. გამოიყენება არომა ლამპით ან არომა მასაჟით. პიტნა ამსუბუქებს სუნთქვას, ხსნის თავის და კუნთების ტკივილს. ლიმონი იცავს იმუნიტეტს და გამოიყენება სასუნთქი გზების ყველა დაავადების დროს. ლავანდა ასუფთავებს კატარს, აძლიერებს იმუნიტეტს, ხსნის ტკივილს და მოქმედებს დამამშვიდებლად. კედარი ხელს უწყობს ალერგიული რეაქციის შემცირებას. რაც შეეხება ეთერზეთების გამოყენების მეთოდებს, იხილეთ ვიდეოს აღწერაში.